მოგესალმებით მეგობრებო, ბატონი გურამი ებრძვის ვირუსს, ორდღიანი ბრძოლა იქნება ალბათ და ჩვენი ატანა მოგიწევთ გურამის გარეშე. გურის უსურო გამოჯამთელებას და ორნიდაკოს ფორმატში. ორნიდაკო გამოჯამთელებას უსურვებთ ძალიან მალე. ეს ვირუსები მომრავლდა როგორც სამედიცინო ვირუსები, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას ერჩიან, ასე მომრავლდა მთელ სოფლიოში მომრავლდა აკაცუკებრი ექსტრემისტი ვირუსები. დღეს მაგალითად ბრიუსელში კინაღამ მოკლეს პოლონელი ევროპარლამენტის წევრი, იცი ეს ამბავი, ახალი ამბავია, გადარჩა. ეს როლა? კი, ჩაცხრილეს მანქანა, მაგრამ მანქანაში არიჯდა. ანუ უბრალოდ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს კვლელებს. მე კიდევ ახალი ამბავია და მოვიძიებ, რასაკეთებდა ისეც ეს დეპუტატი, რომ მოკლა დაუპირეს, არ არის გამორიცხული რაღაც კორუფციული სკანდალი იყოს ან ასე შემდეგ, მაგრამ იქ მთელი ამბებია. საერთაშორისო ვითარებით რო დავიწყოთ. ტრამპი ეუბნება ევროპას, რომ ნავთობი აღარ იყიდოთო და მაშინ მეც დაგეხმარებითო რუსეთისგანო. ევროპა ვერაო, შანსი არ არის. ინდოეთიც ისეთი ულტიმატუმია ეგო, თვითონაც იცის, რომ ჩვენ ვერ დავთანხმდები და შესაბამისად ევროპა იმეორებს ინდოეთის ისტორიას, რომელსაც ტრამპი დაემუქრა, რომ სანქციებს 200%-იანს თუ 250-იანს ამ სიტუაციაში ტრამპს საზღვარი არ აქვს, ტრამპის ფანტაზიას დაგიწესებდა რუსული ნავთობი არ იყიდო, ბებებია და ილიკო და ილარიონის ენით რო თქვათ, რო დამდგარ ხარ, მან და ფეხს არ იცვლი, შენი ფიქალის გაზი და ძვირი ნავთობი რაში გჭირდებაო. ფოტო ვნახე და ტელეფონს აღარ იღებს პრემიერ-მინისტრი ინდოეთის ამერიკის პრეზიდენტის ტელეფონს არ იღებს და ჩინეთს ჩაეხუტა და რუსეთს დემონსტრატიულად. აგერ შეხარ ჩემი ბატონი პრინცი რო არის, საუდის პრინცი, კაი კაცი. და ირანის პრეზიდენტი შეხვდნენ ერთმანეთს და ფოტოც ვნახეთ და რაღაცნაირად უკვე ურთიერთობებიც მცირე პრობლემების შემდეგ ლაგდება. ყატარის ამბავი გავიხსენოთ მეგობრებო, ყატარი არის ამერიკის ძალიან მძლავრი მოკავშირე არაბეთის ნახევარკუნძულზე და შეხარ ჩემი ბატონი ისრაელმა დაბომბა გენაცვალე ყატარი, იქ მსხვერპლიც არის და ამერიკას მოუწია გაეროში დაგმობა ისრაელის და უბრალოდ შეიძლება ტრამპს სხვა გზა არ დარჩეს და ისრაელს აღარ დაეხმაროს. ყოველ შემთხვევაში დემონსტრატიულად რაღაცები გააკეთოს. მოკლედ, დიდი დომხალია მთელს მსოფლიოში. და ვითარება, აი შენ რომ დამიდასტურო, რაღაცა გარკვეული გეგმით კი არ მიდის, ანუ რაღაც სტაბილურობის გეგმით კი არ მიდის. უფრო და უფრო ქაოსი, ქაოსია გეგმა. ეგ არ დაგავუსტეს, რომ მაგალითად მართვადი ქაოსი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიულად გამართლებული მანევრია, რაც შეიძლება მოიფიქრო, როდესაც შენ გულისებიდან ცდილობ პროცესების მართვას. ნუ ეხლა თუნდაც შენ რაც ჩამოთვალე იმას, რომ ნეპალის ამბავი დავამატოთ. კი ბატონო. ნეპალში ეგ იყო მართვადი ქაოსის. ნეპალი ამათ რატო უხარია დაკაცუკებს ეგ არ მესმის. არა, ეგ ხო ნუ ვერ გაგება, არის კონტექსტი სრული. ან მან იმიტომ რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ლინჩის წესით ზოგიერთი გაასამართლეს და რა მომავალი იქნება? ანუ ჩვენ ხო ხედავთ რომ ეს არის ხალხი, რომელიც ძალაუფლების პერიოდში ვიცოდით, იმიტომ რომ ადასტურებდნენ პრაქტიკაში და თავის ქცევაში, რომ ეგზნებოდნენ გარდაცვალებაზე, სიკვდილზე და წამებაზე, იგივე არის, როდესაც ამის აღსრულების მექანიზმები არ აქვს, მაგრამ როდესაც ხედავენ, რომ დაპარალელება შეუძლიათ, რომ აი რა იქ მოკლეს ვიღაც და აქ რატო ვერ უკლავთ. ანუ ეგ ჟინი, ყოველთვის ხო გამოსწრებს ნეპალში კადრები იქნება, სხონებული ჩარლი კირკის ამბავი იქნება, აგერ გედი ფოფხაძემ ხო ამოხეთქა. როგორც იქნება. რო ანუ ამათ არც ერთის კვლელობაო მე არ მეწყინებაო და პირიქითო გამიხარდებაო. ანუ ეს ხალხი არის. ხო, მაგრამ მოკიდონ იარას ხელი, მე ძალიან ცუდ რამეს მომობ და ერთი ადგილი თუ აქვთ რაღაცა გზა, რომ კარგად დაიჭიროს სანამ ამას ჩაიდენს. ჩვენმა სპეცსამსახურებმა, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს. ხო, ნუ არ აქვს ერთი ადგილი, კი ბატონო. ამას ვაშ დაბრუნდეთ ცოდულ საქართველოში, ლაკა ხოშტარია დაიჭირეს. ჩემი აზრით ესეთი დემონსტრატიული დაჭერა, თავის დაჭერინება, ბოდიში ცუდი ქართულისთვის, ნიშნავს იმას, რომ მათ უნდა 4 ოქტომბრის მშვიდად ციხეში ბალანდაზე გადატარება რა. ეს სხვა მე ვერ ხსნი რა. ეგ ვარიანტიც არის, მაგრამ მე სხვა რაღაცაზე გავამახვილებდი უბრალოდ, მე მინდა
ლიაკა ხოშტარიას და მისი ოჯახის ეს მოწამეობრივი პოზიცია, იმიტომ რომ ეს ოჯახი რეალურად ყველაზე მეც წვალობს და ეწამება და ყველაზე დიდ დარტყმას უძლებს ამ საზარელი რუსული იმპერიისგან, რომელიც 100,000 დოლარს უძღვნის. წარმოიდგინე, ანუ ამათ არ უნდათ და რამდენიმე თვეში კვარტალურად რო გერიცხება ეს 100,000 დოლარი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან, როგორი ასატანია ეს? ამას გაძლება ხომ, ამას სიმტკიცე უნდა. არა, გოგი ხოშტარია შენ რო ანტირუსი ხარ და ამას რო გიკეთებს ეს ზამალი რუსეთი, რო გირიცხავს ამ 100,000 დოლარს, როგორ გინდა რომ გაუძლო? და ბოლოს რაღაცა გაგექცევა რა, რაღაც ბანერზე რაღაცას დაწერე რა მაგის. ძალიან კომიკური შემთხვევა. ის მაინც თქვა ის ბიჭო ოპოზიციას ყავს ეს ქალი პოზიციონირებული როგორც თავარ ანტირუსად. ხალხს რომლის ოჯახსაც ანუ არანაირი ლოგიკით რო არ მართლდება, მაინც ისე ერიცხება ფული. არის ორი ვარიანტი. ან და ეს ამათ მათ უნდა მოისმინონ, თორე ჩვენ მაყურებელს და მომხრეს ეგ არ ჭირდება რომ აუხსნათ. ან თუ ეს ოჯახი ამბობს რომ ერისხებათ თავიანთი წინაპრის თან ახსნა რა copyright claim რუსებს რომ დაუტოვო უფრო მეტ ტანკს შეიძენენ და პრაქტიკულად ტანკის ფული მოაქვს რა ერთი ტანკის ფული მოაქვს ყოველ წელს ამათი პერსპექტივა რა არის ვინც ამბობს რომ ეს არის კუთვნილი სოლიკო ვირსალაძის კუთვნილი ფული რომელიც მემკვიდრეობით ეკუთვნის ამ ოჯახს და ამიტომ ერისხებათ ამათი პერსპექტივიდან შევხედოთ ვიზე არის საუბარი რუსეთზე რაც არის ამათვის ქვეყანა სადაც არ არსებობს არანაირი კონსტიტუცია სადაც არ არსებობს არანაირი წესრიგი სამართალი საავტორო წესრიგი საავტორო უფლებების წესრიგი ესა სივრცესაც შეუძლებელი არის რომ რაიმე ტიპის მართლმსაჯულება სამართლიანობა არსებობდეს ამ დაშვებაში მიუხედავად ამისა არსებობს თეატრალური სივრცეები რომლებიც დიქტატორულ რუსეთში პუტინის ზაკვრალი ხელით მართულ დიქტატორულ რუსეთში მიდიან წინააღმდეგ არსებული დიქტატორული წესრიგისა და იმ დემოკრატიულ ვალდებულებას რომელიც მათ აქვთ დაკისრებული ათეულობით წლების წინ მხატვარის მიერ დადგმული დეკორაციის copyright claim-ის ანუ უფლებების უფლებების რახან ამას იყენებენ იმის უფლებები რო არ დაირღვეს ამისთვის რომ სახელმწიფოს ფული გადაახტევინონ ამას ახერხებენ არა ეს დიქტატორულ რუსეთში რუსეთი არ არღვევს ქართველი ანტირუსი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ოჯახის საავტორო უფლებებს კი ბატონო ძლავრად პოზიციონირებული ანტირუსი პოლიტიკოსი ადამიანის უფლებას და მაინც სახელმწიფო ბიუჯეტს ხოშტარიას შეეძლო იმიტომ რომ არ შეუძლია დაარღვიოს იმის რა ქვია საავტორო უფლებების მე გეტყვით რომ სოლიკო ვირსალაძე გენიალური მხატვარი დგავდა კომუნისტების დროს მაშინ ყველა თეატრი რა თქმა უნდა სახელმწიფო იყო მისი დადგმები ხორციელდებოდა დიდ თეატრიც რა თქმა უნდა ბიუჯეტურია და სახელმწიფოს ეკუთვნის და ეს კერძო თეატრი არასოდეს არ იქნება და კიდევ კვლავ გრძელდება ეს დადგმები ბევრ სხვა თეატრში, მაგრამ რუსეთის სახელმწიფო იცავს საავტორო უფლებებს. მე შემიძლია ვურჩიო რა შეუძლია გააკეთოს ლიაკას. ლიაკას შეუძლია უარი თქვას ოჯახზე. შეუძლია. ნაცებისგან ეგ არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ პრაქტიკაში ზოგადად ნახე უარი. ხო, უარი თქვას, რა პრობლემაა? მათთვის ეს პრაქტიკა ხო მისაღებია. უარი თქვას რომ შეაგინოს დაგმოს რუსეთუმები დაუძახოს და თქვას რომ ერთი კაპიკიც არ აქვს აღებული იმ ფულიდან. ხო, მაგრამ ანუ რუსეთში იმ ხარისხის დემოკრატია, რომ თეატრი რო უგზავნის თავის კარგი იმას რომელურ კულტურის სამინისტროს. გეთახმები. და რო ეუნება რომ აი საქართველოში სოლიკო ვირსალაძე შთამომავალ პოლიტიკას არ უყურებს ამ დროს, კი ბატონო. არ უყურებს პოლიტიკას. არა, მე სხვა რამეს ვამბობ. ნაცების პრაქტიკაში არის ეს მშობლებზე უარის თქვა. კი კაცო ის ბოლოს ვიღაც აქტივისტი რო იყო დედაზე რო თქვა უარი, ხოციაო დედა ჩემი. თქვას რა ეს და ასე ვთქვათ რა მოგვარდება კიდევ ჩორტულს. სააკაშვილი ოღონ თავი დავიძვრინო იქიდან რა ქვია სასჯელიდან არ გახსოვს? ეგრევე მაშინ დედა ჩემიც უნდა დაიჭიროთო. მე თუ მაგ საქმეზე მიჭერთო დედა ჩემი სანდრაო დედა ჩემიო და ბოლოს ვიად გამსახურდია დედა ჩემია. კი ბატონო. მოდი გავუშვათ გუბაზოვიჩი. გულბოზ ჯუნიორი.
ბოდიში მომიტყოვია, მაგრამ ბრიფინგებით ელაპარაკეთ ბებია თქვენს ლელოში. აი ეს მოისმინეთ კარგად. დღეს ერთი კაცი როგორ არ მოხვედით, ბიჭო? არ გიტყდებათ? რაზეა საუბარი? არ გიტყდებათ? აი ბებია თქვენს ელაპარაკეთ ბრიფინგებით. და რაც გინდათ ის თქვით კიდე ჩემზე, ზედ. ხაბეიშვილის რაღაც აღარა. ხაბეიშვილის დაჭერის შემდეგ მისი მხარდამჭერი აქცია რო გააკეთეს ნაცემა და ლელოს ტიპები არ მივიდა. ლელოს გადაარდა. ბებიაშს ელაპარაკეთ, ბრიფინგით როგორი თემა სამძიმარში მოსვლა. ხაზარაძე ცხონებულ ბებიას მიაყენა შეურაცხყოფა. სამძიმარში მოსულ არ მოვიდნენ და დეპეშა გაუგზავნეს, გაიგე და ამან თქვა დეპეშა უკან გაიკეთეთ. უნდა მოსულიყავით და უნდა დამდგარიყავით იქო, იმიტომ რომ რას ქვია კაცო? ხაბე გასწრებს ჩვენი ლიდერიო. ხო, ხაბე რა შვებანეთ, დამშვიდა? ხაბე რა ბედნიერი იქნება ეხლა ხო, კი ბატონო. ჩამოშორდა ეს. მე გასთან, მაგრამ ყველა სიქუნდა რა. საბოლოოდ ხო ანუ ეგენი. არა, ისეთი 4-ში რომ შეიძლება ისეთი რაღაცა აქვს ჩაფიქრებული. ისეთი რაღაც დაავალეს. რის შესრულებას არ უნდათ. ეხლა გავიხსენოთ გექსოგენის ამბავი, ასაფეთქებელი ნივთიერების. საფრთხე ახლოს არის, კაცო ეგრე არ არის. ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების კარგმა მუშაობამ გადაარჩინა საქართველოს კონკრეტულად ამ შემთხვევაში, მაგრამ შეიძლება რაღაცა კიდე იგეგმება და ამასაც მიხედვა უნდა და ამ ტიპებს არ უნდათ კლად ტერაქტებში მონაწილეობის მიღება და თავის დაუყვა და ხალხის დაუყვა. შეიძლება რაღაც შერჩენიათ შიშის გამო, ყველანი მიდიან ციხეში და იტყვიან რომ აგერ ძივართ კაცო ვიჯექი და ვერაფერი ვერ გავაკეთებ. კი ბატონო. კარგი. გია ჯაფარიძე. ეს საჯდომ თურქუცეს მოუსებული ხო? თვითონ ქართული ოცნება ხო კრიზისშია, ქვეყანაში ხო წარმოუდგენელი კრიზისია, როგორც დიდი ხანია ამ ქვეყანაში არ ყოფილა, მაგრამ აი ეს პროცესები საბოლოო ჯამში თავის უწყვეტ პროტესტთან ერთად მე მგონია რომ ჩვენ მაინც მიგვიყვანს ლოგიკურ გამარჯვებამდე. რანაირად მიგიყვანთ? ანუ მე რას ვამბობ? არა, მოდი მაშინ ეგრე გავუღოთ. ხო. ადამიანმა ახსენა ლოგიკურ გამარჯვება. ანუ მინიმუმ რაღაცა მიზეს შედეგობრიობას აღიარებს, რაღაც მოქმედებას, რომ უკუქმედება მოსდევს ამის შესახებ წესით აქვს ინფორმაცია. რა ლოგიკური შედეგი არის წამებელმა და გამოუბადეურებელმა ოპოზიციამ, რომ მოიპოვოს გამარჯვება. აი რა ლოგიკით შეიძლება ეგ გავაправოთ? არ არსებობს ლოგიკა. ვეცარ ნაც პერსპექტივიდან, აი ნაც პერსპექტივიდან ხო გავიხედეთ და ნაც პერსპექტივიდან ძალიან უცნაურად ჩანს ლიაკას ოჯახს, რომ რუსეთის სახელმწიფო რომელშიც სადაც არის აბსოლუტური დიქტატურა და უწესრიგობა, მაინც იმ ერთადერთ წესრიგს იცავს, რაც ეხება იმის რა პირადი გამოყენების უფლების. ჩვენ ვიცით უკვე რომ ეს საპროტესტო აქციები არანაირად არ არის მიმართული თუნდაც რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნისკენ. უფრო და უფრო ღრმად გწამს რომ რაღაც საშინელება აქვს ჩაფიქრებული. ანუ მათი ეგრეთ წოდებული ბრძოლის გზა რევოლუციაზეც კი არ გადის. რევოლუცია არის ამბავი, როდესაც მასების დიდი რაოდენობა უნდა ემხრობოდეს რევოლუციონერებს, წესრიგის დამხობას. რაც საქართველოში ასე არ არის. და თქვენ ყველა მიცით ეს კარგად. მაგრამ მცირე ამბოხი სისხლიანი ტერაქტებით რაღაც არეულობის შექმნა ბუნებრივია, შეიძლება შედიოდეს ამ არაადამიანების და მათი არაადამიანი კურატორების დღის წესრიგში. ჩვენ ხო ყველა ვიცით რომ არც საპარლამენტო არჩევნები რომელიც წააგეს სამართლოდ, მაგრამ გარკვეული რაოდენობა ხალხისა უნდა შეეყვანათ, არ შეიყვანეს და საპარლამენტო არჩევნებისთვისაც არ ემზადებოდნენ, არც ამ არჩევნებისთვის რა თქმა უნდა ბოლო-ბოლო არ იღებენ მონაწილეობას. აქედან უნდა ვიცეკოთ რა. ჩემი აზრით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვიღაცა ემალება ციხეში ამ ამბავს, ვიღაცა ისე ყელყელაობს, ესეც ლოგიკურ დასასრულს ალბათ ამას მიიჩნევს, რომ აი რაღაცა ხავერდოვანი რევოლუცია, უბრალოდ როგორი ამბოხებაო დიანამ დაგმოჭერ ტრაპაიძემ დღეს და ალბათ გინების ღირსი გახდა აკაცუკების მხრიდან. ანუ ოქსიმორონი არისო, მშვიდობიანი დამხობა, ხო? მშვიდობიანი დამხობა არის ოქსიმორონიო და მეთანხმები, ხო? ან შეუძლებელია შეაჩვიეს ენა ამას, დამხობას, სიტყვა დამხობას, ენა შეაჩვიეს. მშვიდობიანი წესით ხელისუფლების სრულებას აქვს ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელთაც აღესრულება არის არჩევნები. ყველაფერი სხვა არის იძულებითი, არის ძალადობრივი, შესაბამისად დამხობა, კიდაც რევოლუცია შეუძლებელი არის. აი ირაკლი პავლენიშვილი ამაზე საუბრობს, ნახე გავშვი.
ადამიანი დამხობას რო სიტყვას იძახდა, დამხობის დისპოზიციაში დაწერია, რომ ძალადობრივი მეთოდები და ეს კაცი იძახდა, რომ თმის ღერი არ ჩამოორდება არავისო, პაშინიანმა როგორც მოწყო, ისე მოწყო ამ შვიდობიან რევოლუციას და აბსოლუტურად ღიად ეთერში განმარტავდა თუ რას გულისხმობდა ამ შვიდობიან დამხობაში. ანუ უკვე ჩვენ იმდენად დიქტატურულ სახელმწიფოში შეიძლება გადავინაცვლოთ, რომ რაიმე ისეთი ტერმინი რო ვიხმაროთ ახლა ჩვენ სამივე, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსში აქვს ანალოგი, შეიძლება დაგვიჭიროს. პაშინიანის შემთხვევაზე ვისაუბროთ. როგორ სამპაშინიანის რა კრეტინობას ამბობს, იცი რომ აი ვიდეო განცხადება რო გააკეთე, რომ მე მშვიდობიანად მოვკლავ ამ ადამიანს. მშვიდობიანად იქნება ეს, მშვიდობიანი გარდაცვალება იქნება მისი, მაგრამ ეს იქნება გარდაცვალება, ოღონდ მშვიდობიანი. აი დაახლოებით ისეთი გარდაცვალება, რომელსაც დიდი ტრაგედია არ მოსდევს. პაშინიანი პრემიერ-მინისტრი გახდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ეს ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციის გზა გაიარა მაშინ სომხეთმა. ეხლა გვაქვს ადგილობრივი არჩევნები. ადგილობრივ არჩევნებზე ქვეყნის ხელისუფლება იცვლება ადგილობრივ დონეზე და არა პარლამენტი არ იცვლება. აქედან გამომდინარე, პაშინიანის ნაირი, თუნდაც რომ მოიწონოთ, როგორ უნდა გააკეთონ. პაშინიანი კიდევ ერთხელ გახდა პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო არჩევნებში მოგების შემდეგ. პაშინიანმა მერე რა გააკეთა, სომხებს რა გაუკეთა, რა აჩუქა. ეხლა რა ერთი ადგილის თამაში არის ზოგიერთი ისტაბლიშმენტის წარმომადგენელი სომხეთში, ხო? პაშინიანი პრემიერ-მინისტრია და არაფერს არ ვიტყვი. სხვები, კი ბატონო. ეს ჩვენ ნახეთ. და გვინდა ესა? არ ვიცი, არ ამგონია. კი ბატონო. ანა წითლიძე. დაამხობს მას 4 ოქტომბერს მშვიდობიანი რევოლუცია და მე ვარ ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ამას აი ეს საჯაროდ პირდაპირ ეთერში ვეუბნები, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ 4 ოქტომბერს მშვიდობიანად ეს რეჟიმი დავამხოთ და მშვიდობიანად ცვლილებები ამ ქვეყანაში დადგეს. მაგრამ საქართველოს მოქალაქეებსაც ინგა მინდა ესმოდეთ ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რაღაც დეტალი. ძალიან ხშირად მე გამიგია ბოლო პერიოდში აქციებზე როცა ვიყავი, რომ არ არის პოლიტიკოსი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს თავის თავზე და გარისკავს და ეს იყო სამართლიანი შენიშვნა. მეგობრებო, გარის აი ეს პოლიტიკოსი, ვისაც თქვენ ასე იძახით, რომ პასუხისმგებლობას აიღებს თავის თავზე, აგერა ადამიანმა ლევან ხაბეიშვილმა ყველას მაგივრად გარის კარ გაურისკავს, როგორც ერთი პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს. არა, იმიტომ რომ 4 ოქტომბერი არის საერთო ეროვნული დღე. ხო, ხაბეიშვილი იდიოტია, შორსწრებობა არ გააჩნია უბრალოდ, ვერ ხედავს ცხვირის იქით. რა სიბრტყე არის და რა შეიძლება იმ სივრცეში განხორციელდეს, მაგის ბრალი არის, რომ აბრეხვებდა ესეთ რაღაცეებს და ეხლა რასაც ქალბატონი იმეორებს. მაგრამ კიდე ერთხელ არის აუცილებელი ის ხაზგასმა, მშვიდობიანი დამხობა, იგივე რომ ვიღაც უთხრა მშვიდობიანად მოვკლავ. არა, და იფიქრო ამაზე, რომ აუ ის კარგად გამიგებს, მოიცა რაღაცა. ხაბეიშვილმა რა აიღო საკუთარ თავზე? დამხობის ორგანიზება? აი რა აიღო საკუთარ თავზე? 4 ოქტომბერი ჯერესეთი რატომ არის ამათვის გადამწყვეტი თუ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებ არჩევნების დღე რატომ არის ალბათ იმიტომ რომ ამ სწორედაც ამ დღეს არის დაგეგმილი სხვადასხვა პროვოკაცია. აი ხუხაშვილი არის ჩამოყალიბებული იდიოტი მეგობრებო, რომელიც მომსაც ბოღმა კლავს მიტოვებული ქალივით არის და ხო ზუსტად მიტოვებული ქალით, რომელსაც უნდა მაგრამ ალბათ არ ჯერა დაბრუნება. კასთან. აი ნახეთ რეებს ლაპარაკობს. ხელისუფლება ჩვენ ახლა უნდა ვაიძულოთ, ის კი არა რომ პატრიოტული ერჩევნები უნდა ვაიძულოთ რომ გააყალბოს. იმიტომ რომ ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ რომ მან დაარღვიოს კონსტიტუცია, ან არჩევნებს მოპაროს. გასაგები უკვე. ესე იგი ეს ადამიანია, ხო, რაღაც ადამიანი, ორი ხელი, ორი ფეხი აქვს ლაპარაკობს. ამბობს სიგიჟეს, რომ ხელისუფლება უნდა აიძულონ რომ გააყალბოს. თუ გასაყალბებელი არაფერი არ არის. ანუ თუ არჩევნებში მეგობრებო დაუკვირდით კარგად. ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, ვინც არ უცხადებს ბოიკოტს, ვერ მოახერხა 1/3 თვითმმართველობებში კანდიდატის დასმა. საერთოდ ვერ მოახერხა, ანუ ცალკარა იქნება იქ არჩევნები. ამას თუ ვერ ახერხებს, რანაირად უნდა აიძულო გააყალბოს. აი ნუ გაყალბებისადმი მანიაკალური მისწრაფება აქვს. არც ერთი ხელისუფლება არ გააყალბებს არაფერს თუ ისედაც იგებს. არა, ნუ ამან რაღაცა რას ნიშნავს? აი ვაიძულო გააყალბოს. ამ კალიბრის იდიოტობა მე მგონი ხაბესგანს არ მოგუსმენია, ადამიანს რომელმაც შვიდობიანი დამხობაზე დაიწყო ლაპარაკი. 5 ნომერი არიღებს, 9 ნომერი არიღებს. გაყალბების
ხო რა არის? აი როგორ უნდა ვაიძულოთ ოპოზიციაში გადავიდნენ გასაგებია. ვაიძულოთ ქვეყნიდან გაიქცნენ გასაგებია. ვაიძულოთ არჩევნები გააყალბონ. ანუ მას არ უნდა არჩევნების გაყალბება, ანუ ვაიძულოთ რას ნიშნავს? ხელისუფლებას არ უნდა არჩევდება არჩევნების გაყალბება და აი ამ მათხოვარმა უნდა აიძულოს რომ გააყალბოს? ეს როგორ? სულ გაგიჟდა ხო ის გამოშტერები ის არ გააყალბოს. როგორ აიძულო? რაღაც დათმობაზე წამოვიდეს და სამართლიანობა შეინარჩუნოს, ამის იძულება შეიძლება. ვაიძულოთ რომ დანაშაული ჩაიდინოს, იმიტომ რომ არ უნდა დანაშაულის ჩადენა. ჩვენ უნდა ვაიძულოთ. ხო, აი ეს არის სიგიჟე, რომელთაც აი ასეთი ისინი ყავთ ანალიტიკოსები. ანუ ეს არის ზუსტად იგივე რა, ვაიძულოთ რომ იყოს მსხვერპლი. იგივე არ გავაკეთოთ რაღაც ისეთი დანაშაულებრივი ქმედება, რომელსაც მოყვება უხმედება თანასწორი ამასთან. ნუ აბსოლუტურად იდიოტობა რა ვიცი რატო ვარჩევთ საერთოდ გარდა ანუ აქ მარტო იმას ესმევა ხაზი ხუხაშვილი რამდენად მწირი თვალსაჩინერის ინტელექტის ცნობიერების ადამიანი. მეტი ვერაფერი ვერ გამოვიდა. სოფო ჯაფარიძე თუ შეიძლება გავუშვი. მე ისა მიშას გარდერობის დირექტორი. თავარი არის ერთი, უნდა ვიწამოთ, უნდა დავიჯეროთ, უნდა დავიჭიროთ საქართველოს დროშა. ხელში ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი და დიახ, შვიდობიანი რევოლუცია არის გარდაუვალი, ნუ შეგვეშინდება. ნუ დავიხართ უკანა, მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი მოქალაქე, არც ერთი ის გულანთებული მოქალაქე და ის გულანთებული ქართველი, რომელიც ასე იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის რეალურად გადარჩენის მილებს რომ დაპირდეს უკეთესი არ იქნება? მე უნდა ვიცამოთ რას ნიშნავს ვირწმუნოთ ხო? არა, უყურე აქ ხო აქ ხო ეს ყველაფერი ხო იმაზე არის რომ ჩვენ როგორღაც უნდა ხალხს დავაჯეროთ რომ ეს საჭიროა. ვიცამოთ რას ნიშნავს? რწმენა რა, პროსტა ვირწმუნოთ ხო? ვაწამოთ. ხო და მაგას გეუბნები მეც რომ გაიხსენე ჩვენი ბებერი ფსიქოანალიტიკოსი. ანუ რა თქმა უნდა. ქვეცნობიერიდან ამოვიდა. ჩვენ უნდა ვიცამოთ. როცა არის შესანიშნავი ქართული სიტყვა ვირწმუნოთ. ვიცამოთ მე არ გამიგია. ხომ არა, უყურე წამება მოეწონა რა, მოსწონს მისდაუნებურად რა. ჩვენ უნდა ვაწამოთ. მოდი რახან ტერმინოლოგიაზე იყო საუბარი დავიწყოთ რევოლუციით მაშინ. რევოლუცია მშვიდობია. როდესაც ეთერ ხვეწნა გიწევს აქტივისტიდან დაწყებული პოლიტიკური ლიდერით დამთავრებული საზოგადოებისთვის, რომ ირწმუნე რევოლუციის, დაგვიდექი გვერდში, გთხოვ გამოდი, ახლა უკვე მოთმენის დრო არ არის, ახლა უკვე ნამდვილად ყარდება დიქტატურა 53 წელია, ვამბობთ რომ დიქტატურა არის დამყარებული, მაგრამ აი ახლა უეჭველი ყარდება. როდესაც სახვეწარი გაქვს რევოლუციური რესურსი, ესე იგი არ არსებობს არანაირი რევოლუცია. როდესაც სახვეწარი გაქვს რომ შვიდობიან დამხობაზე წამოყევით, ესე იგი არ არსებობს არანაირი მსგავს მღელვარება საზოგადოებაში. ანუ ეს ადამიანები ყველა არჩევნების წინ ზუსტად ერთი და იგივე ტექსტით იქნება ეს ხვეწნა რომ გამოდით და გვერდში დაგვიდექით და შეგვაცვლენთ ხელისუფლება თუ იქნება ხელისუფლებისთვის მიმართვა რომ გთხოვთ გადადით თქვენ ოპოზიციაში, იმიტომ რომ პატა ბურჟუაზია ხო ეგ გააძრო რა, გარჩე ანუ რევოლუცია მოგვაწყობინეთო, ანუ მოკლავთ. ხო, ეხლა რაც შეეხება რევოლუციას, ტერმინ რევოლუცია. ეგ აქვს მოსმენილი. კი ბატონო. კი, რევოლუციას. ჩვენ სინამდვილეში ესენი რომ სწორებას აკეთებენ 2003 წელზე. მაშინ მოხდა აბდიკაცია. აბდიკაცია არის ესეთი ტერმინი იურიდიული და ნიშნავს ნებაყოფლობითი უარის თქმა, ან ძალადობრივი, ან ნებაყოფლობითი, მაგრამ უფრო ძალადობრივი შეეფერება ჩვენ შემთხვევას უარი თქმა ხელისუფლებაზე. რევოლუციის დროს დამხობილი მხარის აზრი ან დამხობილი მხარის მიერ ხელმოწერა რაღაც დოკუმენტებისა რევოლუციონერებს ფეხებზე კიდიათ. უბრალოდ შეიძლება მოკლანან თუ გაიქცევა არც მისდიონ კარგად და საერთოდ იგნორირება მოახდინონ მისი ხელისუფლების. ხოლო აბდიკაციის დროს როგორც იყო ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუცია, ვარდების აბდიკაცია. შეონაძეს აიძულეს რომ გადამდგარიყო. აბა და კარგად ნახეთ შესაბამისად არც აბდიკაცია, ამის მეტად არც რევოლუცია ვერ მოხდება. ამას გონიათ და როგორ ვერ ირწმუნეს არ ვიცი. ან უბრალოდ გულს უკეთებენ ერთმანეთს რომ შეონაძის დროინდელი ძალოვანი სტრუქტურები და სახელმწიფოს წესრიგის დამცველი სტრუქტურები არ ქონდა, არ იყო, ეხლა არის. აი ეს განსხვავება უბრალოდ მაშინ არ იყო და ეხლა მუშაობს კარგად. და რაც თავარია, არც მაშინ მოსახლეობის უმრავლესობა რევოლუციას ხარს არ უჭერდა. და ეხლა მით უმეტეს. უბრალოდ მაშინ სუსტი იყო ხელისუფლება და მოახერხეს ამის გაკეთება. ხო,
დამხობა მართლა მშვიდობიანი რევოლუცია, ოქსიმორონია, დიანას დავეთანხმები ამ შემთხვევაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ჩვენ კიდევ ნახავთ ამ უახლოეს რამდენი დღე დარჩა? 3 კვირა, ხო? 3 კვირას ცოტა მეტი. 3 კვირას ცოტა მეტი. კიდევ ვიღაც ლიდერებს, რომლებიც თავს დააჭერინებენ, როგორც ახლა გააკეთა ლაკა ხოშტარია, როცა გააკეთეს, როცა არ გადაიხადეს გირავ. თავის დააჭერინეს თავი, აი, წავიდნენ შეგნებულად ციხეზე, ხო? გამოეთიშნენ პროცესებს და ციხეში უნდა ამ ქარიშხლის, ეგრეთ წოდებული ქარიშხლის გადატანა. თუ ამას დავინახავთ, მაშინ პრინციპში მადლობას უნდა უთხრათ მათ, რომ აი ესე ოსტატურად ატყუებენ deep state-ელებს, რომელიც აიძულებენ რაღაც გარკვეული ძალიან ცუდი პროვოკაციების ჩადენას. კი ბატონო. მე ვიტყვის რომ ყოჩა განიტას. თუნდაც. არ მოგვერიდება. არ შევიკავებ თავს ანიტა. აბა შენიცი თუ ეგ არის შენი ის აღო. ბარამიძე მაგალითად, აბა ბარამიძეს დაევალა რამე ამ 4 ოქტომბრის პროვოკაციის მოწყობა. აბა ნახოთ რას ამბობს ბარამიძე. 4 ოქტომბერი არის ის თარიღი, როდესაც გინდა არ გინდა არის ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური მომენტი და მათ იციან, რომ ქართული ხალხი მათზე არის ძალიან გაბრაზებული და შეეშინდათ, რომ აი ამ პროცესის მედროშე პაატა ბურჭულაძესთან ერთად არის ლევან ხაბეიშვილი, რომ ეს პროცესი არ არის პოლიტიკური პროცესი, რომ აქ არ არის მარტო ნაციონალური მოძრაობა ჩართული. ყველა იმ პროცესის უნდა დააჯერო, რომ ვინმეს, ანუ რა თოთობაშვიდან დაწყებული აი წუთები რო აქ დარჩენის სოციალიზმის იმას აკამდე მიტანებული ადამიანი ვის უნდა დააჯერო ვინმეს შეიძლება ლევან ხაბეიშვილის შეეშინდეს ანუ ყველა იმ პროცესის დედავატირე რომლის მედროში არის პაატა ბურჭულაძე და ლევან ხაბეიშვილი ორი უძლიერეს უბოროტესი ძალა აი წინ რო აგიდგება და რო გაგაკანკალებს რო აიმე ვის ოჯახებიო სულ პასუხისმგებლობით ვიცახე პაატა ბურჭულაძე არის დებილი ადამიანი ну ай გარკვეულწილად იდიოტიც. ანუ მთელი მისი ჭკუა წავიდა ხმაში. ბავშვების ქურდი რო არის, ხა, ბავშვების ქურდი რო არის, ქველმოქმედებით პირადი სარგებელის მიმღები კაცი რო ეგ არ დაგვა. ანუ თან შეშინებული როგორ იყო ბურტულაძე დაიჭირესო და ქონდა განცდა რომ ისე იგი აი მაგორმა, აი გაუშვით. კაცრავად. აბა გაუშვით ისა? გაუშტავა? კარგად. როგორ გიგით? მარგად. არა ხარ საკეთ ხო, როგორც მე. არ არის ხმა? არა, მე იმაში ვარ, რა ქვია. ვაშინგტონში ვარ, ამერიკაში. ხო, ნახეთ ეს. ძალიან საუბრობენ Facebook-ში რაღაცა დაიწერა პატას სახელით რა და გვარამია ნირწამხდარია. გაუშვებ კიდე? ნირწამხდარი ვარ, რო არ დაგიმალოთ. იმიტომ რომ გამოდგენ ცოტა ხმამოყვრათ შეიძლება რა. ძალიან ნირწამხდარი ვარ, რო არ დაგიმალოთ თქო, იმიტომ რომ თქვენი გირჩელებით ეს გამოდგნენ და საკითხავად დაწერეს, რომ ოცნებასთან აპირებენ კოალიციაში ყოფნას და ეს თუ ვირა იყოს ვახტანგ მეგრელიშვილმა და აყვა მთელი გირჩი ძალიან დიდი ბოდიში და ეს თუ არის გეგმები ამ კოალიციის ძალიან წუხარ მართლა. ოღონდ ჩვენი დამოკიდებულებაც არ იქნება იგივე რაც იყო. ძალიან წუხარ მართლა. ერთხელ ხუმრობა თუ ნაციონალიზმი. ეს ქვია ჩემს ოლზე Facebook-ზე ვინმე შევიდეს, თუ იმას იცნობს და აყავს. ხვალ ვაკეთებ მაგაზე უზარმაზარ სიუჟეტს, როგორ იქნება ეს ბლოკი კოალიციაში ხელისუფლებასთან. ეს არის გირჩის ვახტანგ მეგრელიშვილის პირადად განცხადება, რომელიც არც უარყო და მითხრა, ხო აბა რა ვქნათ, ჩვენ გვინდა ჩვენი იდეებისთვის მოვიდეთ სამთავრობო პოსტებზე და სულ ერთია მისი მოკავშირეები ვიქნებით ხოლმე. ჩვენთვის არ არის სულ ერთი პირდაპირ გეგმებით ბატონო ბარ. ეს ის არის რა თქვენს და აყვა ჩემთვის ძალიან გასაკვირად თქვენი ის ბიჭი რომელიც მართლა ძალიან კარგი იყო და ძალიან მესიმპათიურებოდა პაპავა რომელიც თქვა რომ ხო ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ საქმე იმანი შულთან ერთად საქმის კეთება ქვია კი ბატონო მაშინ ჩვენ ეხლა ნახეთ მეგობრებო პირდაპირ ეს არის ისეთი პრეტენზიას უყენებს სხვათა შორის დასაბუთებულად მნიშვნელოვანი და კრიმინალური პირობებისათვის ივანიშვილთან მოთანამშრომლებისთვის ჩვენ არა ვართ ღია თანამშრომლებისთვის. რო არ გეცდინოთ თქვენ მე თქვენ ძალიან მიყვარხარ და პირადად რა უნდა მეთქინოს მაგაზე მეფიქრატქენი ვიქხარ ფინანსურების მე გავაკეთე ხალხს კი ბატონო მე თქვენ დაგელოდებით ახლა მე თქვენებთან მქონდა ძირითადად ურთიერთობა გირჩი ჩემთვის არის მეათე ხარისხოვანი ახლა უყურეთ
სადაც ჯანდიერია, სადაც თქვენ ხართ და ასე შემდეგ, ეხლა იმ ხალხთან დაკავშირებით ეგეთი ხალხი როა, რომელიც ისაკის რომ ბიძინასთან ერთად ერთავრობაში უნდა ვიყო, იმიტომ რომ მინისტრობა მინდა, ну, ეგ ჩვენთვის პასუხია და შეკითხვას. იქ კონკრეტულად ხარშემთხვევა განმავლობელი ამ ჩემი განხადებული თქვენი პროცესი. მე ვიცი, მაგრამ მე თქვენთან ჩემი დამოკიდებულება ამით რომ მოდი მიხარეთ მართალია ვაპირებ ხვალ ამის გაკეთებას რო იცოდე თქვენ დაგირეკავდა სატელეფონო ჩანაწერი მაშინ მოგვეცით თქვენც იმიტომ რომ ან იყოს ხო ნაწილი გვაინტერესებს და აი ხეთქი აი ხვალ სადღაც თქვენ შემიძლია მე ხალხთან ხავარდი რომ ხოლმე ეს რომ მეჭრადრო ხრაცაკი დროი ექსატი გნოთავ კაიგენა მიხარჩებს აღავით ეკავხია ასაგებია იდეა ის არის მეგობრებო რომ მეო ეხლა ამერიკაში ვარ ყველაზე მაგარი ხალხს შეიძლება ეს არ ახსოვდეს ზუდასაც შეიძლება საერთოდ არ იცოდეს პაატა ბურჭულაძემ და გირჩმა გირჩი მაშინ შედიოდა ზურა საჯდომთ მოუბარ ჯაფარიძეც ანუ ეს პირველადი კომპლექტაციის გირჩმა შეკრეს ერთობა ურყევი და თავმჯდომარედ დააყენეს პაატა ბურჭულაძე და ამ კოალიციას რომელსაც ლიბერტარიანელი გირჩებით განან კოალიციას ერქვა ძლიერი სახელმწიფო ძლიერი ხალხი და იმას დიდი სახელმწიფოს მოდელს ემხრობოდნენ მაშინ ფუზი არის კომბაზარი ლიბერტარიანიზმით პირველ რიგში ამას უპირისპირდებიან ამათმა შეკრეს ეს კოალიცია მერაბა მეტრეველიც იყო დაჟე მაშინ მახსოვს და კაცი წარმოიდგინე ანუ ამ კოალიციის ლიდერი და ამ იმის კოალიციის თავმჯდომარე არის სადღაც წასული და არავინ არ ჩააყენა საქმის კურსში არავინ არ უთხრა რომ კაროჩე შენ კოალიციას ვიკიდებთო ტიპმა გაიგო შემთხვევითი ზარით შემთხვევითი ის არის რომ Facebook-ის გამოყენება ქვეყნის გარედან შეიძლება ძალიან კონკრეტულად ნახო მეო დავრეკეო და მითხეს რომ არაფერიაო და მართლა ამისგან ხან სპილოს ბუზ პილოტ ნუ გადავაკეთებთო და საქმის კურსში არ ვიყავიო მეო საერთოდო და ჩამოვალო და ამიტომ გავხსნი Facebook და ნახავო რა მოხდა მე ხან ხო Facebook დატოვებული მაქვს სახლშიო კი ბატონო Facebook-ი სახლში დატოვებული მეგობრებო ნუ აი პატა ანუ ეს კაცი რომელიც ტელეფონ შნურიანი ტელეფონებით აპირებდა არჩევნების ჩატარებას არა რაღაც ეხლა დამხობა უნდა თავიდან პირველად გეგმა ქონდა რომ შნურიანი ტელეფონებით უნდა ჩაეტარებინათ ალტერნატიული არჩევნები მე ალბათ სადღაც მიხსნა რომ ბევრი შნურიანი ტელეფონები აღარ არის ქალაქში არჩევნები და როგორ ჩავატაროთო და გადავიდნენ მშვიდობიანი სამხობის რეჟიმზე. არა, თან როგორ არის, მაშინ თუ მახსოვს რაზე იყო განხეთქილება. გირჩი მივიდა და ნაგლად უთხრეს რომ ფონი გვაინტერესებსო. შენი ფული გვაინტერესებსო და ფულზე მოხდა იციც კიო და ერთ-ერთი ვერტიც. ანუ ერთი დაღლითი მეორე დაღლით დაეჯახა. ჯაფარიძე მაშინ ხო მანდი იყო. სხვა შორის ძალიან ბევრი დაკარგეს ბურჭულაძესთან ალიანსი. თავიღაც ხო ყავდათ ფანატიკოსი ტიპები რა. და იმათმა ძალიან გაუთრაკეს თავის დროზე. დაჭერილი აკახოშტარია. ჰა? ის ეგ პერიოდი რო გახსოვს, ანუ ამათი კოალიცია, ნაცებს რო პოკერია მუღალატა და ეს ქვენაცები რო შექმნა, ევროპული საქართველო და მანდატები რო აახია, მე ისევ რო წადეს უკან დაბრუნება და მე რო აღარ მიიღეს კეზე რამაც რო დაბლოკავს, ოჯი პერიპეტიები იყო. აი მაშინ დუღდა ძმაო ოპოზიციაში პოლიტიკური ცხოვრება დღეს რა ანუ ანიტაზე გვიწევს ბიჭო დღეს კომენტირება პაატა ბურჭულაძე შნურიან იმეებზე ვოლდემარ ბუდა არის ის ადამიანი ევროპარლამენტარი რომელსაც ესროლეს რომელიც არ იყო თავის მანქანაში ეგ ხვალისთვის არა სხვა იყო ვიზიოთ მაშინ ხო კი ბატონო კარგი მოსაძიებელია და გასაკეთებელია ლაკა ხოშტარია დაჭერავდა მეგობრებო გავუშვით ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ მათი ჩვენი მორალური ვალდებულება, პოლიტიკური ვალდებულება და ქვეყნის წინაშე ვალდებულება, რომ ეს წინააღმდეგობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ამიტომ მე 13-ში და შემდეგ უკვე შემდგომ თარიღებში მათ შორის 4-ში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო პრინციპული ხდება, რომ ვიყოთ ძალიან ბევრი. 13-ში რა ხდება? ჰა? 13-ში რა ხდება? 13-ში რაღაცა აქვს. იყო უკვე კაც. აი 13-მდეა? მოიცა ამ 13-ში რამე იყო? 27 საათი და 13-ში არაფერი არ არის. მეუნები რომ 2 დღის წინ ამათ რაღაც გააკეთეს და მე ასე არა ვარ? შენ ხარ ილუზიაში. ამათ უკვე დაგვამხეს ჩვენ.
ან 13 სექტემბერს იმდენად ჩვიდობიანად დაგვამხეს მოხდა ქალაქში იმდენად ჩვიდობიანად დაგვამხეს რომ ჩვენ აღარა ვართ შეიძლება მართლა შნურიან ტელეფონებით ჩარჯს რა არ მაქვს შნურიან ტელეფონი ჩვენ იმდენად ჩვიდობიანად დაგვამხეს ჯერ ვერ ხვდებით კოცები აღარ არიან ხელისუფლებაში და აკლიმატიზაციას დამხობილები ვარ და აკლიმატიზაციას გავდივართ და იცი რატომ მიკითხე რომ ანუ მეთქი 13 ოქტომბერს რამე თარიღი ხო არ არის თქო თუმცა წარსულზეა ხო და რო იძახის ბევრი ვართო -1 დაიწეროს თავში მე რა მეინტერესია ანუ 4 ოქტომბერს ესენი ხომ შვიდობიანად გვამხობენ და პა და ბურჯულაზე თქვა რომ კაროჩე 5 ოქტომბერსო ხაბეს გამოუშვებთ და 4 ოქტომბერს ღამეს რატომ უნდა აყურყოტონით 12 საათზე და 11 საათზე და 45 წუთზე გვამხობენ და 5 წუთი მაინც ხო უნდა მისვლას. აი მე რაღაცა გადარბენა რაღაცა ჩაიცვას რაღაცა. ხო, ვიღაცა ხო უნდა მივიდეს კუჩნიკი, კარები ხო უნდა გაუღოს. ო, ბაზარი არა. 5 წუთი. კარგი, დიდი მადლობა მეგობრებო. მეტი არა ჩემი მტერი, ამათ მაგრამ რამე მოძრაობა განახორციელონ. თუმცა რაღაც საზოგადოება არ ჩაიდინონ, ამაზე გაფაცებული უნდა კონდეს თვალი და ყური. აბა, მომავალ შეხვედრამდე რომელიც ხვალ შედგება. ხვალამდე.